დღეს მიშა სასამართლო იყო და მიშამ თქვა ისეთი რაღაცა, რაცაც მე 3 წლის და 2 წლის წინ ვლაპარაკობდი და მიყვარს ხოლმე როდესაც რაღაც ჭკვიანობებს სხვებზე ადრე ვამბობ. მე ვლაპარაკობდი იმ ვიდეოებში, სადაც დეოკუპაციაზე ვლაპარაკობ და ხშირად როცა მეკითხებით თუნდაც დეოკუპაცია როგორ წარმოგიდგენია, დეოკუპაცია როგორ წარმოგიდგენია, იქ რამოდენიმე ვარიანტს ვიხილავ დეოკუპაციის წარმოების და ერთ-ერთში არა ბევრში. იმასაც ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია და შეგვეძლო ნორმალური მთავრობა რო ყოლოდა. საერთოდ ისაუღნიშნოთ, რომ ნორმალური მთავრობა რო ყოლოდა და მიშას გაეგრძელებინა კიდე ხელისუფლებაში ყოფნა, დეოკუპაცია ძალიან დიდი ხნის წინ გვექნებოდა გაკეთებული, ეს ერთი, მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ იყო ნორმალური მთავრობა და უკრაინის ომი დაიწყო ისე, რომ ჩვენ ჯერ დეოკუპაცია არ ქონდა გაკეთებული. არა, კიდე იმას გავუსვენ ხალხს, რომ ჩვენ რო ნორმალური სახელმწიფო ქონოდა და ქოცები რო არ მოსულიყვნენ, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა. დარწმუნებული ვარ ამაში, ამაზეც მქონია ვიდეო. ხო და წარმოვიდგინეთ, რომ უკრაინაში ომი დაიწყო და ჩვენთან ნაცები არიან. ან მე ხელისუფლებაში. ხო და რას გავაკეთებდი ახლა მე? არ დაველოდებოდი, რა თქმა უნდა, უკრაინის ომის დასრულებას. პარტნიორობას იმისთვის, რომ დეოკუპაცია მომეხდინა, უკრაინაშიც ვიპოვიდი, ამერიკაშიც ვიპოვიდი და ყველაზე მეტად ვიპოვიდი აზერბაიჯანში და თურქეთში. და ძალიან დიდი სიამოვნებით და მით უმეტეს იმის მერე, რაც აზერბაიჯანმა თავისი საქმეები მოაგვარა და დაასრულა, ძალიან კარგი წარმატებით თურქეთთან პარტნიორობაში. ორივენი ჩვენს ძალიან დიდი სიხარულით მოგვეხმარებოდნენ და რუსაც მეორე ფრონტს გავუხსნიდით ძალიან წარმატებულად, დეოკუპაციას დავასრულებდით ძალიან წარმატებულად, ისე რომ საერთოდ დასავლეთს არ შევაწუხებდით და უკრაინას არ შევაწუხებდით და მათი ყურადღება დამატებით კიდე არ დაგჭირდებოდა. გავაკეთებდით ამას აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, მათი დახმარებით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გვეყოლებოდა და გვექნებოდა წესიერი ჯარი, გვექნებოდა ჩვენი შეიარაღებაც და საერთოდ ნორმალური ქვეყანა ვიქნებოდით. და ეს თქვა ზუსტად დღეს მიშამ, რომ თან იმის მერე უკვე რაც ფაშინიანმა გაიმარჯვა კიდევ ერთხელ და 5 წელი იქნება პრემიერი და ამ 5 წლის განმავლობაში რუსეთი უკვე ნამდვილად და საგრძნობლად დამარცხდება რეგიონში, ისე რომ აი ფიზიკურად დამარცხდება. არა მარტო პოლიტიკურად, რომ ახლა ძალიან სწორი, ძალიან აუცილებელი, ძალიან სასწრაფო არის ის, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან და თურქეთთან მოვაწეროთ უსაფრთხოების და თავდაცვის ხელშეკრულებას ხელით მემორანდუმს. სიტყვა დეოკუპაცია არ უხსენებია, ანუ არ სარგებლობს საერთოდ მიშა ამ სიტყვით, მაგრამ თავდაცვაში აუცილებლად იმას გულისხმობს, რომ საქართველოს უნდა აღადგინოს საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლი. და უბრალოდ კიდე დღეს გამიხარდა ის, რომ ძალიან სწორი ილაპარაკა ტრამპის ადმინისტრაციაზე და ბაიდენზე არა ობამაზე, როგორც იქნა თქვა პირდაპირ ობამაზე, რომ ის რომ ჩვენთან ხიხო შემოგვეტენა, რომ ეს ობამას პასუხისგებლობა ყველაზე მეტად და იმაზე მეტად ობამას პასუხისგებლობაა ვიდრე პუტინის. და ტრამპის ადმინისტრაციაზეც და ტრამპის ტობაზეც ძალიან სწორი რაღაცები ლაპარაკა. ივლისთან მინდოდა ლაპარაკი ამ თემაზე და სანამ სასამართლო დაიწყებოდა, მოვილაპარაკეთ, რომ როცა დასრულდება ერთი ერთზე, 1-10 წუთი დამითმეთ, რომ რაღაცა გელაპარაკოთ მეთქი მნიშვნელოვანი თემა და აღმოჩნდა, რომ ანუ თვითონ მიშამ მერე ისეთები ილაპარაკა, რომ აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო უკვე საჭირო. რაც ძალიან გამიხარდა. მოკლედ, საქართველო იქნება დეოკუპირებული, უკრაინა იქნება დეოკუპირებული, რუსეთი არ დარჩება შავ ზღვაზე და ჩვენ დეოკუპაციისთვის უამრავი
მოხალისეც გვეყოლება და ძლიერი პარტნიორიც მსოფლიოში და ისე სწრაფად ლამაზად და მოხუხრახჭინებულად მოვაგვარებთ ამ საქმეს, როცა დადგება ამ საქმის მოგვარების დრო და როცა მიშა დაბრუნდება ხელისუფლებაში, რომ აი ვერც კი მოვასწრებთ გააზრება საერთოდ რა გავაკეთეთ. აი როგორც აგვისტოს ომი დავასრულეთ 5 დღეში, ისე რომ ვერც კი გავიაზრეთ რამოდენა უზარმაზარი მნიშვნელობის გამარჯვებას მივაღწიეთ, აი ასევე 5 დღეში დავასრულებთ დეოკუპაციასაც. მომავალ შეხვედრამდე.